Toplida da fata ჩვენს მას ვერავინ გადაჭა გამარჯობათ მეგობრებო, ახლის გამომწერებო, კარგო ხალხო და მცირე კალიბრის მოყვარულ ადამიანებო. ჩვენმა გამომწერო მოიტანა აი ესეთი ძალიან მაგარი თოფი რა. არის იტალიური ჩიაპა. ჩიაპა იტალიურად შეიძლება ნიშნავს პატარა პიკოლო. მოკლედ იტალიური არ ვიცი რა. პიკოლო ვიცი და ის ვიცი კიდე რა ქვია. Mi bandito, აი ძიო. მორჩა თელევიზიონ იტალიური. ოდა ბელა არის კიდე ლამაზ. როგორც მახსოვს რა. მოკლედ მაგ ესეთი ჩიაპა, თოფი არის რაკედა რანაირი. და ჩემი თაობის ხალხის აი ესეთი გადატენა რა. გადატენა გაისვა. კიდე 2000 ლარი. ეს კონდახი და კიბჟირი აქ აკლის ლულარი მძიმე. სქელი კედელია, აი ნახეთ რა თუ ჩანს რა. ანუ სქელ კედლიანი არის ლულა. ამის ხარჯზე ხელში რო გიჭირათ, მაინც დაბალანსებულია, მაგრამ რაღა პატარა არის, ფიქრობ თუ არის რომ სუბუქია. სუბუქი არ არის. ანუ თოფი სუბუქია, მაგრამ შესახედაობად როგორც კი იფიქრეთ, რომ ეს შეიძლება ძალიან სუბუქი იყოს, ეგეთი არ არის. ხელს ვკიდებთ არის ძალიან ისე. უკან წინ კორა თოფს დამცავი უყენია. უკან რკინის კორა აქვს და შეხედეთ აქ როგორი რაღაცა. ახლა მოდით ერთად. ეგ აქედან ამოწევთ. ბიჭო. მოკლედ ნახეთ რანაირ რაღაცა. კინა აქვს. ეს წინ მოძრაობს რა, ანუ არაფერი სატრელებელი აქვს, აი როგორ გითხრათ. იაფასიან ტირის რა, პნევმატურ თოფებს რო აქვს ეგეთი ოღონდ ხელს ვკიდებ. არის მასიური რკინა რა, ეს რაღაცა რომ მოხდეს და გამოძრავდეს ეგეთ რამეს არ გააკეთებს. ჭიდი აქ აი აქ უკან. და ჭიდში ძება 15 ტყვია. რა ძალიან მაგრამ ახარებს ამ. გაისვრით, გადატენით ეს მექანიზმი წამოვიდა, გადმოაგდო, გადატენა, გაისვრით. აქედან ვისვრი მე 20 მეტრზე. და ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ, ძალიან უცნაური, ანუ მე მქონდა ნანახი, მაგრამ პირველად მომეცა საშუალება რომ მეჩვენებინა აი ესეთი ტყვია. მე ახლა კალიბრი არის 5.6 გეკოს რო ეძახიან და შეხედეთ ეს არის ჩვეულებრივი ტყვია არც არის დუმდუმ. ხოლო აი ეს არის პლასმასის რაღაცაშია მოყოლი შიგნით არის საფანტი. ეს არის აი ოთახში რო ვირცხა რომ გამოვარდება და რო ესვით ოთახში ახლა ოთახში ისე უმრო მაგრამ საფანტია რა ახლო მანძილზე 23 მეტრში პატარა ღრნელს რო ესოლოთ შეიძლება კოლიბრებზე სანადიროთაც არის არ ვიცი ვიცი კოლიბრი პატარა ჩიკია რო არ დაზიანდეს და შუაზე არ გაიქცეს. მოკლედ აი ესეთი ტყვიაც არის ამას მე ახლა არ ვიცი იმიტომ რომ აზრი არ აქვს ეს შორ მანძილზე და რამე სასული არ არის. ჭიდი ახლა მოდი ვილაპარაკო ხო ხია ძალიან მაგარი სასიამოვნო ხელში ჯდება ესე აი გროთ რა მოდი ესე კარგად ჯდება დაფარვა აი ძალიან მაგარი აი ეს მექანიზმი სასაზის ხელს ვკიდებ ტემპერატურის თვალობიდან ხვდები რომ ეს რაღაცა დურალუმინის შენადნობი ამაზე უკეთია ესეთი ორი ჭრილი აქვს აი ამაზე აქ შეგიძლიათ დააყენოთ ფანარიან, ლაზერიან რაღაცა. შეგიძლიათ ოპტიკა დააყენოთ. მაგრამ ესე თოფებს ოპტიკა არ ხდება. ეს უფრო ველური დასავლეთის თოფია. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ 2000 ლარი მიდა და ისე მომწონს რომ მართლა ღირს შემთვის ძალიან ისეთია ლამაზი. უკან პლასმასი უყენია რომელიც არ არის რბილი, იმიტომ რომ ამას საერთოდ არ უნდა რა ეგეთი რაღაცეები. იმიტომ რომ დარტყმა აქვს სუპერ მინიმალური. და მოდი ახლა გაჩვენებთ როგორ იტანება თქვენ. ამოიღებთ ამას.
მე აიგებს ტყუიებს ოდიშით გაციებული ვოდა და აი ამაში აღმილი აქვს და ტყუიებს ამაში ჩავ 1 2 3 4 6 7 8 9 10 12 ტყუია ჩავაგდე ჩიჩი გადავკეთე ეხლა ამაში დევს 12 ტყუია შემეძლო კიდე დამეტოვებელი ჩამეგდო 3 და 15 გავხდარე მოდი ყურებს არ დავიცავ ვისაც ვესტერნები გაქვს დანახი და გიყვართ ეს ტოპი ყველას გესრომოთ ანუ აი ესეთი სისტემა მოდი ვისვრი და აი შორმანძილზე ვესწრიავ ენაცვატე რა ევა საერთოდ არა ეგონება საერთოდ არ არ მოიხსნა ისე სოლის დროს გასკდა შიგნით ვაზნა ამიტომ ყურადღება მიაქციეთ და შემომაყარა თვალში ის დენთი თვითონ არაფერი არ მოხდა მაგრამ აი ესეთი რაღაცა მოხდა თოფის ბრალი არ არის ამიტომ როცა ამას ყიდულობთ ტყვიებს ყურადღება მიაქციეთ ძალიან ვაზნებს იმიტომ რომ ესეთი ვაზნები ელერი გამოდის მილიონობით საათში და უშვებს ვისაც არ ეზარება ყველა ქართველების გარდა რასაკვირველია ჩვენ მარტო ყანწებს უშვებთ ასე რომ მოდი ამას ახლა მე თავს დავანებებ აი ესეთ მდგომარეობაში იყოს წავიდეთ ვნახოთ წამოაბა ვნახოთ რა გააკეთა ძალიან საწყენია რომ ეგეთი რაღაცა მოხდა რა ჩემი ყურემისის ვიპოვნე აჰა აბა გადავიდეთ და ვნახოთ როგორ მოვარტყი დაუნდობლად კი ვესროდი მაგრამ მე ტყვი ამიფეთქდა თვითონ იმაში აჰა აჰა ვანო ნახე რა ვქენი აქ მგონი ორი ტყვია აქ მოხვედრილი მოგედა აი გუმიზემდი ცოტა ოდნავ დაბლა მიაქ რა 1 2 3 4 5 6 7 ტყვია დანარჩენი კიდე გეტყვით რომ ესეთი რამე საერთოდ თუ არ არის დაზიანებული არ უნდა მოხდეს თვითონ ტყვის კედელი თხელი იყო შეიძლება გასკდა ტყვია ეგეც არ ვიცი ახლა შიგნით გაიჭედა ლულაში თუ არა ის რა წავიდა მაგრამ ფაქტია რომ უკან გამოიტანა ნამწვავის ის რა ქვია თვალი ვერ დამიზიანა აიმიტომ არის საჭირო ბალისტიკური სათვალები გაიკეთეთ ხოლმე მე ძალიან მივხარა რომ არ ვიკეთებ არა აი ესეთი რამე ეხლა ყურში ახლაც მიწივის მეორე თავ ნახე ერთხელ იყო კარაბინის ტყვია გაუსკდა
გადატელევიზორს აწვებოდა და გასკდა და დაეჭრა ხელი და ყურის ისინი გაუსკდა რა ქვია აპკები. ეხლა ეს პატარა ტყვია, ესო დიდი კალიბრი ყოფილიყო და ეს მომხდარიყო. ყურის აპკებს მეც დამიხეთქავდა უეჭველი. და კიდე რაც დაატრიალდა ღმერთმა იცის, მაგრამ ნუ ეგეთი რამე არ მოხდა. კაია თუ ცუდია ესეთი ფაქტი მოხდა. ტყვია არ ვიცი, ესე მოიტანა იმ დაშილ მდგომარეობაში, რომ გითხრათ რომ ესეთი ტყვია არ იყიდოთ, ნუ ყველა ვარიანტში მიაქციეთ ყურადღება, რომ ტყვია იყოს კარგი. ამითი გამოგემშვიდობებით ძალიან სამწუხარო ესეთი რამე რომ მოხდა, მაგრამ ნუ მოხდა. ამითი გამოგემშვიდობებით აი მაგარი იარაღით და მაგარი აღლიშის გაქორდა. ჩიაპა, თოპი ჩიაპა, აი ესეთი რამეა. ერთ რამეს გეტყვით კიდე, ჩვენთან არც ერთი იარაღის მაღაზია არ თანამშრომლობს ცოცხალი თავით არანაირ მდგომარეობაში, ვინჩესტერთან გქონდა ერთხელ შეხება და მე რა ვიცი. თქვენ ახლა ჩვენი სპონსორების, იარაღის მომტანების და მაყურებლის ასე რომ თუ ვინმე იარაღით მოიტანეთ, დავდგეთ, გავისწავლოთ, გამოცადოთ ქართული YouTube გავამდიდროთ სხვადასხვა იარაღით. ამით გამოგეშვით, კარგად ბრძანდებოდით შემდეგ ვიდეომდე. Occupata, what a chance this was, where I